მოგესალმებით, დავბრუნდი ახალი ვიდეოთი, დავბრუნდი მძიმე დანაშაულით. დღეს უნდა ვნახოთ მეორე სეზონის მესამე სერია. კი, ვაგრძელებთ, ამ ბოლო დროს მოვუმატეთ და მინდა გითხრათ, რომ როგორც ადრე გქონდა, მძიმე დანაშაული მარტო კვირაობით რო იდებოდა, ეგრე აღარ იქნება, იმიტომ რომ ძალიან ჩამორჩი გრაფიკს და მინდა ცოტა მოვუშიო. რამდენად გამომივა, არ ვიცი, იმიტომ რომ მალე გამოცდები დავეწყება, მაგრამ სულ თბილისში ხო არ ვიქნები, რაც გამომივა რა. კარგი იქნება, წარმატებებს თუ მისურვებთ, იმიტომ რომ ცოტა გამირთულდება ისეთი რაღაცის დარეაქტება, ესეთი დიდი, როგორ თქვა, დიდ სერიალების, როგორც სულზე მეტი რო არის, ცოტა მირთულდება ხოლმე სწავლის პერიოდში დარეაქტება, როგორიცაა მძიმე დანაშაული, როგორიცაა Welcome to Derry და ხო. უსაშველოებს კიდე კაი მაშინ ვიღებდი, როცა აბიტურიენტი ვიყავი ჯერ კიდევ, მაგრამ არც მაშინ იყო ძალიან მარტივი, ხამის 2 საათზე ვიღებდი ხოლმე. Beat by a Dead Bee. სერიის სათაური საინტერესოა, მკვდარი ბზიკის ნაკბენიო, მკვდარი ფუტკრის ნაკბენიო, ვიცი, ინგლისური არ იცით. კაი, დავიწყეთ. ხო, ერთ სიტყვით წინა სერია საუკეთესო იყო, ძალიან მომეწონა და უხმოდ დავлапარაკოთ გადავალ მესამეზე, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. ასევე პარალელურად ვეყურებ იგის Welcome to Derry-ს წერა რო ვახსენე, მაგრამ დაიდება შედარებით გვიან, ამიტომ ხო, Gravity Falls-ის მერე. Breaking Bad-ი, მძიმე დანაშაული, 3-2-1 დავიწყეთ. მეორე სეზონის მესამე სერია. 3-2-1 დავიწყეთ. ხო. ამ ბოლოს ძალიან აგვიანებს ხოლმე ეს სერია. გახმოვანებულია acharan.com-ის მიერ. გადაღება დაწყებული მაყურებში კი. იარაღის ნამალავდათ. აი ასე. რას ვაკეთებთ ახლა? ვემალებით ჰენკს. შორს წავედით საკმაოდ, მინდა გითხრათ, მრავალია ამ სიცხეში ფეხით სიარული. ხო. სარისკო გეგმაა, Mr. White. დარწმუნებული ხარ, რომ სწორად ვიქცევით? და რას ვაკეთებთ? უბრალოდ გვინდა რომ გავყვეთ? მოიცადე ჯესი? უცნაურია, მაგრამ რაღაც გეგმა აშკარად აქვთ.
რა არის? რა? საქმე სპონტია თუ რა? რა? რა გიგმა ის არის? კაი. რა ახსოვს? თითქმის არაფერი. გაუწყლოებული და დისორიენტირებული მოვიდა, მაგრამ როგორც კი წყალი მივეცით, მდგომარეობა სწრაფად აა, მაგრამ მე გულისხმობ, იცისად იმყოფება? დიახ, მხოლოდ ერთი დღე არ ახსოვს. ვითომ არაფერი ახსოვს? შებრძანდით ალბათ უკვე გაიღვიძა. და ხო, სკაიდა მოგიწოს. გთხოვ მაპატია. მოდი ჩემთან. გახსოვს ვინ ვარ? კი, ჩემო ბიჭო, ვიცი ვინც ხარ. მოდი, შენს მოხუცს შაეხუტე. ძალიან მიხარია შენი ნახვა. თავს როგორ გრძნობ? უკეთ. ჩემს თავს დავუბრუნდი. მართლა თითქოს ბოლო რამდენიმე დღე აღარ მახსოვს, მაგრამ სხვა მხრივ თავს კარგად გრძნობ. რა საშინელი დღე იყო? საშინელი დღე იცი ჰენკი სროლაში მოხდა. სროლაში? ვიღაც ბიჭი მოკლა, ვიღაც ნარკოდილერი. ესე იგი იცი ბოკა. ჰენკმა გაასწავლა ღმერთო თვითონ როგორ არის? აბსოლუტურად არა. სად მოხდა ეს? ვოლტ, ყველაფერი კარგად არის. და ექიმებმა მიზეზი არ იციან? არა. მაგრამ გამოიკვლევენ ყველაფერს. და რაზე აქვთ ეჭვი? არაფერი უთქვამთ? მე ნამდვილად საკუთარ თავს ვერ გადავახტებით ასე რომ რომელ სუპერმარკეტში? დიჩი? ქსელი რომ მაქვს? ცუდად არ გამიგო. ფიქრობ ძალიან კარგია რომ დაბრუნდა და თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ ის შიშველი იყო. გავიგეთ. შიშველი სუპერმარკეტში. იმედი მაქვს ნუ კი ეგ მართლა უცნაური პროდუქტებთან არ იყო, ხო? მე კარგი არ აქვს მნიშვნელობა, როგორც კი შევძლებ მოვალ. არა, ახლა მასთან მისვლა არ ღირს მე. ჰენკი როგორ არის? იცი უცებ შემოვირბინე და 30 წუთის კი არ მოგცეს სალაპარაკოთ. ვიფიქრე იქნებ დღეს მაინც როგორმე თავის დროზე გამოუშვენ სახლში. არა, შიშველი ყოფნის რა აზრი ქონდა, არ ვიცი, ყურადღების მისაქცევად დიდი ალბათ. ხო, მაგრამ მომწევი როგორ არის? უბრალოდ არავინ მივიდოდა და კითხავდა. ჰენკი? მეხსიერება ხური და კარგია. ხო, მიცნებ გაუტახელია. მე გავაცანი მას ჩემი თავი და უთხარი ეჭვიტანილს რომ ეჩვენებინა ხელები და ჩემკენ შემოbrunებულიყო. ამ დროს მე ვიცანი ეჭვიტანილი სალამანკა და დავინახე რომ იარაღით იყო დაჭრილი. ეს მისვლამდე უკვე დაჭრილი იყო? დიახ, სერ. კიდევ ერთხელ ვუთხარი რომ ხელები ეჩვენებინა მისტერ სალამანკა მივარდა მანქანასთან და ჩემი მისამართით ცეცხლი გახსნა. ვფიქრობ ეს იყო M16 შაშხანა. მე გავხსენი საპასუხო ცეცხლი და თავი დავიცავი. მისტერ სალამანკას როლას აგრძელებდა. როდესაც იარაღის დასატენად გაჩერდა, მომეცა საშუალება რომ ეფექტურად მესროლა. და შუბში დაჭერეთ ყია. ძალიან მაგარი იყო. აგენტო შრეიდერ.
რას აკეთებდით იქ რეზერვების გარეშე? არ ველოდი რომ მისტერ სალამანკა იქ იქნებოდა სხვა მიზეზით მივედი. რა იყო მიზეზი? ქვისი ყავდა დაკარგული. და ეგონა იქ მოვიდა. ოჯახური საკითხების გამო. როგორც ხვდები თქვენს ქვისლს ეძებდით? კი, ქვისლს? დიახ, სერ. ის უკვე იპოვეს და თავს კარგად გზნობს. ეს უბრალოდ გაუგებრობა იყო, მაგრამ იმ დროს რამდენიმე საათის განმავლობაში ვეძებდით, სუსტი ჯანმრთელობა აქვს და მთელი ოჯახი განიცდიდა. ვესაუბრე მის მეგობრებს და ნაცნობებს, რომ მისი ადგილსამყოფელი დამეწუსტებინა. მონტე კარლო ეკუთვნოდა მის ყოფილ სტუდენტს. ჯესი პიკმენს. ჯესი პინკმენს. ვიპოვე მისტერ პიკმენის მანქანა და იქვე გადავაწყდი მისტერ სალამანკას. და მისტერ პიკმენზე რა სიტყვით, დანაშაულის ადგილზე რატომ იმყოფებოდა მისი მანქანა? ეს გამოიძიეთ? ჯერ არა, მაგრამ ვუშაობთ ამაზე. ეს ცუდია. ახლა იცი რომ ჯესი იქ იყო. ჯანდაბა. იეღოვას მიმდევრები არიან, არასდროს ცნებდებიან. ვერ ხვდები უბრალოდ რატომ არ შეანგრევენ შენს კარებს. დასაბუთებული ვარაუდი ჭირდება, დასაბუთებული ვარაუდი? და რა გააკეთე? ბანკი გაქურდე? ხომ გითხარი ეს სერიოზული საქმეა, ძებნაში ვარ. წავედით. ჯანდაბა. ვილი ვონკა ხარ და მე კი ოქროს ბილეთი მაქვს. შენს მაგიურ ნავში ჩამსვი ძმაო. გამასეირნე შენს მეთანოლის შოკოლადის მდინარეში. მეთანოლის შოკოლადის მდინარეში. აბა სადინახავ შენს ფსევდოს? P2P-საგან ვაკეთებ. კარს ხედავ, წყალქვეშა მეთანოლია. მასთან ერთად ფსევდო არ გჭირდება, მოდი მომეხმარე. ფსევდოს გარეშე? მოდი ჩემთან ლამაზო პატარავ. ძალიან ნაზად მოგეპრობი. ოხ, დაიწყო. აიღე ეს და მომეხმარე. მაგრამ ამის გატეხვის უფლებას ვერ მოგცემ. ეს ხომ კრეხელობაა. ხომ გითხარი რომ ზუსტად ამისთვის მოვედით აქ? პოლიციელები დავინახე, მაგრამ მოდი უცებ ერთი ცალი გავიკეთოთ. არა. დაივიწყე. შენ ვალდებული ხარ ჩემ მიმართ. ერთად კი კარგად ვართ, მაგრამ არასდროს დავიწყებია რომ იქ მიმატოვე. შენი დედაც არ გამაბრაზო. ნაბიჯვარო. გაიგე? ანუ სერიოზულად ძებნაში დიგუნდა. გავიგე. ღმერთო ჩემო. გონი ეგ არის. გამოვიტანეთ. ეს რაღაც არ მომწონს. ამ ტიპს ენდობი? ძალიან მაგარია, ძალიან. ჩემი ბიძაშვილია. ანუ 500-ზე შევთანხმდით. არაფერი გვითქვამს, ისე კი 1000. $1000? კი, მაგრამ სად მიგონს სიეთში? საქმე კილომეტრებში არაა, მთავარი ტვირთია. იცი მეგობარო, შენთვის მხოლოდ $560 მაქვს. იცით რა? კლოვის, დანარჩენს მოგვიანებით გადაგიხდის. აუცილებლად გადაგიხდის. ჯესი სანდო ადამიანია. ნამდვილად? სანდო ხარ? კი. ვარ. დარჩენილ 500 აუცილებლად მოგცემ. კიდევ 500. შევთანხმდით? უბრალოდ 440. შევთანხმდით. კიდევ 560 მოგცემ. გაძვალტყავებული უკანალი გადაგირჩინეიო, ლამის შენ მაგირად ჩავიფსი. და ახლა ზუსტად რას ვაპირებთ, გახსოვს? ახლა გაძლევ 2 საათს და შემდეგ დავრეკავ ჯიხურიდან და არა მობილურიდან. მისმინე ძმაო, მახსოვს ყველაფერი. ყველაფერს სწორად გავაკეთებ. მაგრამ რაში გჭირდება ეს? პოლიციას დასაბუთებული ფაქტები ჭირდება.
და მიიღებენ კიდეც. კარგი. საინტერესოა. რა არის ბოლო მოვლენა, რაც გახსოვთ? სახლში მივდიოდი, გონი. გახსოვს სახლში რომ მოხვედი? შემოხვედი და გკითხე ასე რატომ სუნთქავდი? ჩვენი საუბარი არ გახსოვს აბაზანაში რომ იყავი? არა, ბოდიში. აჰა, ვითომ ეგეც არ ახსოვს. და სულ ეს არის, სხვა არაფერი გახსოვთ? ბოდიშით მიჩნდება კომპიუტერი. მოვედი, ვაგრძელებთ 3 2 1. არ ვიცი. რაღაც გზაზე მივდიოდი. ბევრი მანქანა იყო და მახსოვს რაღაცის მეშინოდა. კარგი ამბავიც გვაქვს. MRI აჩვენებს რომ მეტასტაზები არ არის. ანუ სიმსივნე ტვინამდე არ მისულა? კი, ამ ხრივ ყველაფერი კარგად არის. მადლობა ღმერთს. მაგრამ მაშინ მიზეზი რა არის? ნუ ინსულტის ან რაიმე შეტევის ნიშანი არ არის. თავში ჩაარდა. თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით სიცხლის ანალიზი ძალიან კარგია. კი, მაგრამ მაშინ რასთან კათიშის მოხდა? მიხსიერება წაიშალა. ამ ეტაპზე ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია რამის თქმა. მაპატიეთ, ეს ჩემი სფერო არ არის, მაგრამ ხომ არ არის შესაძლებელი რომ ეს ყველაფერი გამოიწვია იმ წამლებს, რომლებსაც მე ვიღებდი. იყო ღებინების საწინააღმდეგო აბები, ხველების საწინააღმდეგო აბები, ასეთი, ისეთი. აღარაფერს ვამბობ ქიმიოთერაპიაზე. და უნდა ვაღიარო, რომ ეს ბოლო დღეები, რაც წამლებს აღარ ვიღებ, თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. დიახ, როდესაც ამ ამბებს ვყიდულობდით, უზარმაზარი ანოტაციები მოყვებოდათ რამდენიმე გვერდიანი, სადაც უამრავი უკუჩვენება იყო მითითებული. დიახ, ნამდვილად ეს არის ალბათ მიზეზი. აუცილებლად გადავამოწმებ თქვენს რეცეპტებს. ვოლტ, როგორც ვიცი, ბოლო პერიოდში ბევრს ნერვიულობდი. იცით არა? ვოლტ, გთხოვ, ეს უბრალოდ ნერვიულობა არ იყო. ამ ბოლო დროს ბევრს ფიქრობდი. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ახლა თავს კარგად გრძნობ. იქნებ განვიხილოთ, როდის შემეძლება სახლში დაბრუნება. ამაზე ფიქრი ჯერჯერობით ბუნდოვანია. ბუნდოვანია? ვფიქრობ, ჩვენი შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ფსიქიატრთან შეხვედრის დანიშვნა. ეს აუცილებელია. საავადმყოფოში ყოფნა არავის მოსწონს, მესმის. მაგრამ სანამ არ დავადგენთ შეტევის მიზეზს, შეიძლება ეს ისევ განმეორდეს. ეს ბოლო არის? კი, სწრაფად დამთავრე? ეს სულ იმაზე ფიქრობს. ვახ, დაწექით. ახლავე. გადაბრუნდი. ნუ ეს მარტივი. მივდივარ. რა ხდება? რა გავაკეთე?
ოპა, ჰენკი. როგორც ხვდები, ჯესი პიკმენი ხარ. მოდ არ გავხარდება ამის გეგება. რა გინდა? კიდევ ერთხელ მომიყევი. კიდევ? რა მოგიყვე? მე და მას წვეულება გქონდა სულ ესა. შაბათ საღამოს 3 დღე გადაბმულად ქეიფობდით და შენი მეგობრის ტუკოს კრისტალს ეწეოდით. ტუკო? არ ვიცი არანაირი ტუკო და არანაირი კრისტალი. 3 დღის განმავლობაში არ მოგშივდა? კი. უკვეთავდით და მოჰქონდათ? ხო. საიდან? მუმუ პანას უკვეთავდით ჩინელებთან კუთხეში რომ მაღაზია აქვთ? არა, არ ვუკვეთავდით. რაღაცეებს ყიდულობდით ავტომატიდან. მაგალითად ჩიპსებს. მე კიც ხელი ბლინები ავიღე, ჩიპსები და ბლინები და ვერ შეამჩნიე რომ ეს შენი მანქანა იქ აღარაა. არა ბიჭებო, სანამ თქვენ კარები არ შეუმავტვრიეთ, არაფერი ვიცოდით და ვინ გადაიხდის ამისთვის? სასტუმროს მენეჯერი მე მომთხოვს. მობილური ზარებს რატომ არ პასუხობდი, მანქანაში მქონდა. მართლა? ხო. ჩვენ ვიპოვნეთ შენი მანქანა. მაგრამ მობილური ტელეფონი იქ არ იყო. ჩემი მანქანა იპოვეთ? ჩემი მანქანა იპოვეთ? შვენიერია, ძალიან მაგარია. რადგანაც დაკარგულ ნივთებზე ვსაუბრობთ, მანქანაში სხვა არაფერი დაგიტოვებია? მაგალითად რა? მაგალითად ეს. ფუდ. არა, უბრალოდ ვთხარი რომ ეს შენი არა. $67,900 და კიდევ $20. არა, ფული ჩემი არ არის. შენი არ არის? გესმის გომი, მისი არ არის. ჩვენ კი გვეგონა რომ შენი იყო. ნეტა ვიყოს. მოუკითხავი ნარკოტიკის ფული, ჩვენიერია. ხომ იცი ეს რას ნიშნავს გომი? სოტ-პოლისთვის ჩვენს გუნდს ახალი მაისურები ექნება, ძალიან გვჭირდებოდა. კარგია რომ ტუკო გარდაცვლილია. ეს ამდენი ფული რომ დაგვეკარგა თავს მოვიკლავდით და მაინც ვინ არის შენი უფროსი? რა? რას მეუბნები? ვფიქრობ რომ გვატყუებ. ვფიქრობ რომ იცი ვინ იყო ტუკო სალამანკა. ვფიქრობ რომ მანქანა იცოდი სად იყო. იმიტომ რომ შენც იქ იყავი. ტუკო დაჭრილი იყო იქ რომ მივედი და ვფიქრობ შენც იცი ეს. რას ამბობ? რომ ვიღაცას ვესროლე იარაღით? შენ? არა. შენ რაიმე სროლა მხოლოდ საწოლში შეგიძლია. მაგრამ ვფიქრობ რომ იცი ვინ გააკეთა ეს. მისმინე მე ვენდისთან ერთად ვიყავი. ჩიპსები და ბუმ ბუმ. იტყუები. აი ახლა რას გავაკეთებ? შენ გამხმარ საფუარის ქარხანა მეგობარს დავკითხავთ. და იცი რა? გრძნობ რომ ბოლომდე ჩაგიშვებს. არსად წახვიდე. ნუ სიმართლე გითხრათ, რომ ზოგადად ბოლომდე ვერ ჩავშვებს, იმიტომ რომ აზრზე არა ხდება. ანუ რა ხდება აზრზე არის, მაგრამ რა მოხდა იქ იმის აზრზე არა. და ვოლტიც ნახე არ აქვს ცხოვრებაში. კარგით რა, უნდა მოვშარდოს. ეს ხშირ დაბალი შაქარი მაქვს, სწავლები მჭირდება, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად რა ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ? პენის ვერ იკავებ და აჰუ, გივარდება? პენდ. ვენდი მისმინე დამელაპარაკე. ლიმონადსაც მოგცემ და მოშარდავ კიდეც. მომიყევი რა ხდებოდა ბოლო 3 დღე. მე გითხარი, მეთანოლით ვიყავი გაბრუებული შაბათის მერე. არც ერთს ოთახი არ დაგიტოვებიათ, ერთი წუთითაც კი? წამითაც კი? გავდიოდით საჭმელს ყიდულობდით? წამით არ ვიცი, შეიძლება. შეიძლება? ჯესი იყო გასული. გავიდა ხო? ვენდი შენ შეგიძლია. შეგიძლია ამის გაკეთება ვენდი. თქვი და წახვალ სოსისებისთვის უკან. ვენდი. ეს შენ ხარ? აკი. კიცანი. შავი მანქანით. იმ ბაშუსთვის გინდოდა რომ მომეწონა. რა? ის ინვალიდი ბიჭი ფეხბურთელი. მოდი საქმეზე ილაპარაკე.
ეს ცოტა ჯესი მოვიდა მიცნობი სასახლეში შაბათს ღამეს 11 საათზე. მთელი ღამე ერთად ვიყავი და არსაც გასულა. და სულ ეს არის. მეც არაფერს ვიტყვი. ახლა კი, სად არის ჩემი ლიმონადი? გინდოდა ეს ბავშვისთვის შენი გაგიკეთებინა? არიცი რა არის, ჩემი ლიმონადი კი ისტორია არა. გომი. მესმის და აუცილებლად მინდა რომ ეს მოვისმინო, მაგრამ ჯერ პიკმენი უნდა გავუშვათ. ჯერ არა, ჯერ კიდევ მაქვს მასთან საქმე. აუ, ეს ნახატი მაგონებს იმას Welcome to Dairy's intro-ში რო არის. ჯერ არ დევს ჩემს ახსე პირველ სერიის მეტი, როგორ გძინავთ? ნახავთ. მაგა. კარგად. თითქმის მთელი ღამე. მთლიანობაში კარგად. გაწუხებთ ისეთი სურათები, მოგონებები, რომლებსაც თავიდან ვერ იშორებთ. დანაშაულის ან დევნის გრძნობა. არა, ექი მომისვინეთ. არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ამას რისთვის ვაკეთებთ ახლა? კვლევას ვიწყებთ, ვოლტ. როგორ გირჩევნიათ, ვოლტ თუ ვოლტერ? სულ ერთი. და ეს პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება? ჯერ მხოლოდ ახლა შევხვდით. რთული სათქმელია, შეიძლება ვისაუბროთ დღეები, კვირები, თვეები. მისმინეთ, ექიმო. მე მართლა კარგად გრძნობ თავს და ეს თუ ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება რომ ამბულატორიულად მკურნალოთ. ფიგურებით მკურნალობა საკმაოდ საშიშია. იქნებ შეტევა საჭესთან ჯდომის დროს გამეორდეს. იქნებ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომ პოლიციელმა გესროლოთ, გესმით, ვერ მოგცემთ წასვლის ნება, სანამ არ დავწმუნდები, რომ ეს კიდევ არ განმეორდება. ის რომ ამბობთ, რომ კარგად ხართ, არაფერს წვეთს. პაციენტის კონფიდენციალურობაზე რას მეტყვით? ეს აუცილებელია თქვენი ნებართვის გარეშე არ მაქვს უფლება, რომ თქვენ მიერ ნათქვამი რამ სხვას მოვუყვე. არც ჩემ ოჯახს, არც ოჯახს, არც პოლიციას არავის ვეტყვი. ერთადერთი გამონაკლისი იქნება თუ ვინმეს მოკლით დაემუქრებით. ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანს გავაფრთხილებ ამის შესახებ. და თქვენ როგორც ღირსეული ექიმი სრულიად შეასრულებთ ამ პრინციპებს? დიახ. კარგით. არანაირი დისოციაციური ფუგა არ ყოფილა. ყველაფერი მახსოვს. უთხრა. სიმართლე ის არის, რომ იმ სახლში ვერც ერთი წამით ვეღარ დავრჩებოდი. უნდა წამოვსულიყავი და წამოვედი. არ მიფიქრია ამაზე, უბრალოდ გავაკეთე. დიდხანს ვიარე და როდესაც ფეხით სიარული უკვე აღარ შემეძლო, გამოვყევი მანქანას. ჩამოვედი გალაპამდე. და მივხვდი, რომ სახლში დაბრუნების დრო იყო. ანუ იფიქრეთ, რომ თუ შიშველს გიპოვნიდნენ სუპერმარკეტში, ყველანაირ კითხვას გაიქცეოდით. იფიქრებს, რომ ეს იყო თქვენი გეგმა, რატომ გაიჭირებდა, რომ ამნეზია ქონდა. რას გრძნობდით, რომ გაქცევა გადაწყვიტეთ, რისგან გაიქეცით? ექიმო, ჩემი მეუღლე 7 თვის ორსული ველოდებით ბავშვს, რომელსაც არ გეკმავდით. ჩემი 15 წლის ბიჭი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. მე კი ასეთი უმაღლესი კვალიფიციის მქონე პროფესორის სკოლაში ვასწავლი ქიმიას. მე შემიძლია გამოვიმუშაო $53,700 წელიწადში. ვუყურებდი, როგორ მაჯობეს ყველანაირ საკითხში ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა. ხოლო 18 თვის შემდეგ მე მოვკვდები. და მე კითხებით, რატომ გავიქეცი? სუდა მოვიწყდა ეს კაცი სიმართლე გითხრათ. მეორე სერიის ბოლოს კი ვფიქრობდი, რა დაემართება ეტეთქო, მაგრამ ახლა გომი დადე შენი ფსონი. ეს რას ნიშნავს?
ეს ნიშნავს დიახ. ერთი ზარი არის დიახ. თუ ზარი არ არის, არას. შეწყვიტეთ, ეს საშინელებაა. ამ კაცმა ისიც კი არ იცის რომელ პლანეტაზე ცხოვრობს. სენიორ. ახლა მარსზე ვიმყოფებით? სატურნიზე ვცხოვრობთ? გამერთოთ შენო. პლანეტა დედამიწაზე ვართ? კარგი ეს. სენიორ. არ ვიცი რა. დღეს პარასკევია? დღეს ორშაბათია? კარგი სამშაბათია? ეს როიცის? კაი. როგორც ჩანს, მოხუცი თავს მშვენივრად გრძნობს. დავიწყოთ? ეს კაცი თქვენ სახლში იყო გუშინ? ო, ეს ბიჭი იყო თუ არა თქვენ სახლში გუშინ? ო, ეს ბიჭი გუშინ თქვენ სახლში იყო, ხომ? თქვენ ნათეს ავტოკოსთან ერთად საქმიანობდა, ხო? ამ კაცის გეშინიათ? არა, არ ეშინია. ვაუ, კაი, ამას არ ვეროდებოდი. მიდი რა, ბაბუ. არ გინდა რომ დაგვეხმარო. არა, შა. ვიკაიფებით. აუ. ო, კარგი ეს. გონი ეს არას ნიშნავს. მერთო, ჰენკ. ხომ გითხარი ეს კაცი ხმას არ იღებს? უკვე 17 წელიწადია. არ აქვს მნიშვნელობა რა საკითხში. მექსიკელები პოლიციელებს არ ეხმარებიან. კარგი, გავიგე, ხომ უნდა გვეცადა მაინც. პინკმენი უნდა კარგი, გაუშვათ. პოლიციელები კარგი, რო რაიცაც არიან, არ მარტო არაობა. შენ რა მომიტოვებდა მეუბნები რომ ეხლა, მისი ეს ტყუილებიც გჯერა? მის ტყუილებზე მეტად იმის იმჯერა რომ ტუკოს სიკვდილთან მას კავშირი არ აქვს. მამა. ჰეი, მამა. გესმის ჩემი? კარგად ვარ, კარგად. რა? დედამ დამირეკა? არა, შეტყობინება არ მიმიღია, ტელეფონი დავკარგე და ახალი ვიყიდე. ძალიან დაკავებული ვიყავი, ხო? ხო, ძალიან დაკავებული. ბევრს მუშაობდი, იცი რა? გადავწყვიტე მუშაობა დავიწყო. მაშინ რომ ვისაუბრეთ, მონაცემებს შევავსებ ხოლმე. თითქმის უკვე მოვეწყე. შეგიძლია გამომიარო. ქალაქის ცენტრში ვარ და ჩემი მანქანა არა, ყველაფერი კარგადაა. მოგვიანებით გადმოგირეკავ, როდესაც საქმეს დაამთავრებ. გასაგებია. მადლობა. არა, ინკასმა ჯიგრობა დააკეთა, რომ არ ჩაგვიშვა. მადლობა. ანუ რა გეგმები გაქვს ხვალ? ვაფლის სახლი. ვაფლის სახლი კარგია. კაი, მე მგონი მართლა გამოვზუარეთ ახლა. ჰენკი კი ვიცი რომ გაგვირდება უკეთესად, მაგრამ ექსაფონი შეუმჩნეველი კუდის გარეშე როგორ ხარ? კარგად. შენ? ტვინი გაბურღეს, მაგრამ საბოლოოდ გამომიშვეს. და შენ როდის გამოდიხარ? ხვალ. და შენ ვინ დაგიჭირა? დაკითხეს? ხო იცი რაც შენმა ქვისლმა დამკითხა. ჩემი შავი დღის ფული წაიღო. რა? ეგ რა არის? შავი დღისთვის გადანახული ფული $68,000. სახეში მიცინო და ნაბიჯვარი ახლა კი სულ რაღაც $80 მაქვს. მოიცა. რა იცის? იცის რომ შენი ფულია? არა, ძმაო, არაფერი იცის.
გეგმა მუშაობს. მაგრამ ფული დავკარგეთ ან კეს წამოეგე. $20. ძალიან ბევრი ვალი მაქვს, მაო, ცუდ დღეში ვარ. ჩემი სახელი ახსენე? არა, მადლობა მხარდაჭერისათვის. და სარდაფი? სუფთა. ავტობუსი? თახვის ბიძაშვილმა წაიყვანა თავის ავტოფარეხში. უსაფრთხოდაა. შეუძლია რომ აამუშაოს. რატომ? რომ მოვხარშოთ. ანუ ისევ გინდა რომ მოვხარშოთ. ვის უნდა მიხილოთ მართლა? თუ მისი კუდირდა. და რა მე შეიცვალა? რა ვიცი ვერ მიხილით. რა შეიცვლებოდა? შვიდი 3-7-0-0-0 21 ფუნტი მინუს ხელზე აღებული ფული. ხელზე აღებული ფული. ჯესი? თუ რა? შემდეგ ასაკვირად ეს 5 ხელუხლებელი დარჩა. ხდება. Skyrim. Robots assim. აბატი ჯერფასო, გაგაღვიძე? არა, არ მეძინა. სიმინის ფანტელები გინდა? მინდა. კარგად ხარ? Oh. Wow, that's so fair. ასე საინტერესო ავტობუსი იყო.
აა გახმოვანებულია ajaran.com-ის მიერ. სამხრეთ-დასავლეთ ანილინი. ისევ ეს რა არის? ლურჯი მეთანოლი შენს მოკლულ მეგობართან ვიპოვეთ. ტუკო ისეთივე მეგობარი არის ჩემთვის როგორც ჩემთვის ჩარლი მენსონი. ლაბორატორიაში თქვენს რომ P2P სტილითაა მოხარშული. E2P? და რას ფიქრობ? იმ ორმა მასხარა მოხარშა? იმორმა მასხარა. ქიმიკოსებმა თქვენს რომ ასეთი მეთანოლი ჯერ არ უნახავთ. ამის გარდა რა თქმა უნდა როგორღაც რაღაც გზით ისინი ყველანი ერთმანეთს უკავშირდებიან. ყველაზე მარტივი ახსნა, მაგრამ ვერაფერს ხვდები. და ეს ყველაფერი თავს მატკიებს. იმიტომ რომ ბევრს ამუშავებ. აქ ყველაფერი მკვდარია, წამოდი ლუდი დავლიოთ. დილის 11 საათია. მე გეპატიჟები. შენ პატიჟებ? რა, უკვე 5 მაისია. შეგათახსირებულო ნაბიჯვარო. არაჩვეულებრივად იმუშავეთ. მასა კარგად იმუშავა. ეს რა არის? საჩუქრება. შეხედეთ, ეს გაია. როგორ ზუსტად დაუხატავთ. მადლობა ძმაო, მადლობა. ჩვენ შენთვის საჩუქარი გვაქვს. ეს ყველა ჩვენგანისგანაა. რატომ შეწუხდით? თქვენ ავადმყოფებო. ავადმყოფო ძალიან მომწონს. ტორც კი შევჭამდი ახლა. გადავხედო ერთი ვისი და დაბადების დღეა ხდება. არა მეგობარო, შენ დალია. მაგრამ ეს ხომ შენ უნდა დალიო. მე დამთქვა რომ ბევრი წყალი უნდა მიიღო. მაგრამ არ წყურია. მამა დალია. Вот უმცროსი ისინი ვენერგულობს შენზე როგორც სტაილები. Просто ცოტა ნაკლებად ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ხო? როგორ ხარ მეგობარო? ხო კარგად გრძნობ თავს. ხედავ ჩვენმა ბიჭმა შემოგიარა. დილით მერიც იყო, ძალიან მოსწონს ეს ადგილი. სკაისთან შევიარე. უკვე ეტლი მოგიმზადეს, რომ თავისუფლად იგორაო. სროლებზე მოგვიყევი. ისეთი არაფერი. ჩემ საქმეს ვაკეთებდი, ყველაფერი 5 წამში მოხდა. მისმინე ვოლტ, როგორ ხარ? კარგად ვარ. მართლა თავს მშვენივრად გრძნობ. ხო, ექიმი ამას უწოდებს გარდამავალი გლობალური ამნეზიის იზოლირებულ ეპიზოდს. ჯანდაბა. ანუ გამეორებით აღარ მოხდება. ხო, ეს მშვენიერია, ძალიან კარგია. მინდა გითხრა რომ ძალიან გვიხარია რომ გიპოვეთ. მართლა ძალიან შეგვაშინე. მისმინე ჰენკ. არ ვიცი რა გითხრა. იქ ჩემს საძებნელად წამოხვედი თავის საფრთხეში ჩაიგდე. მაპატიე, თუმცა ჩემი პატიების თხოვნა არაფერს ცვლის. ნუ, კარგი რა. ამაზე არ დაგავიწყდეს. დაივიწყე. თავარის ოფისში როგორც ელიოტ ნეს ისე მეკცევია. პოლიციის ოფიცერი. წეულება მომიწყეს. გოგოებმა შოკოლადის ტორტი გამომიწყეს. დაიჯერე. ანუ ხშირად ხდება ხოლმე. ხშირად უნდა გაუჩინათე. ხუმრობა ეს არ გააკეთო. ნახეთ რა მაჩუქეს? რა ის ეს? ეს რა არის? ჯენტლმენებო, ეს ვისაც ვესროლე იმ კაცის კბილის პროთეზია. პროთეზი? ხო, წინაკბილებზე იკეთებენ ხოლმე, აი ასე, როგორც ხვდები. ასეთი მოდაა. აი, თუ კოსკბილებს ზოგადად არ ნივთები იზიდავთ. ვაუ, მაგარია.
სიტყვებით ვერ აღწერ თუ რა კარგია სახლში დაბრუნება. სარეცხ მანქანაში შევყრე. კარგი. სკაილერი რაღაცებს ეჭვობს. ძვირფასო, ვფიქრობდი მაღაზიაში გავსულიყავი რამე წამოგიღო? დიდი პეპსი, ვოლტ. სლიმი ჯიმი. სკაილერ მისმინე. ეს აღარ გამეორდება, კარგი? ამას არ დავუშვებ. მე ისე ვაქვარ და ჩვენ კარგად ვიქნებით. მაინც ვერ მივიღებს ახლა. იმდენი რამე შეგემთხვა, რომ მეორე მობილური გააქვს? ეხო მეორე მობილური ტელეფონი? იმ ღამეს რომ გავუჩინერთი, აბაზანაში ვიყავი. ვიღაც მინდა გიეკა, ხო? ძალიან გაფრაზებული იყავი. თითქოს რაღაც საშინელება მოხდა. და შემდეგ მობილურზე დაგირეკეს. დავინახე როგორ დახედე ნომერს, შემდეგ კი ადექი და უბრალოდ გავუჩინერთი და როდესაც ჰენკმა შენი ტელეფონის ჩანაწერები შეამოწმა, ზარი არ იყო შემოსული შენ ნომერზე. ნომერზე, რომელიც მე ვიცი. ეს უცნაურია. რაღაც არ მახსოვს. ხო, იმიტომ რომ მაგრამ რაშიც დარწმუნებული ვარ, ისაა, რომ აბაზანაში რო მეორე ვიყავით, არ ტელეფონი მახსოვს. არ მაქვს. ამჯერად გახმოვანებულია აჭარანეთ.com-ის მიერ. So? Oh. That's like a chain, I say. Guy, ბატონო. ეს იყო ძმედან და შაული, მეორე სეზონის მესამე სერია. ხო, ჯერჯერობით მეორე სეზონის ყველაზე სუსტი სერია იყო. ნუ, შეიძლება ამას ალბათ იმიტომ ვამბობ, რომ წინა სერია ძალიან მაგარი იყო, ის საუკეთესო რაც ჯერ მინახავს, მაგრამ ეგრე ჩანს ყოველ შემთხვევაში რა. ჯესი დაკითხეს. იმ კაცმა არ ჩაგვიშვა მოხუცმა შემდეგ გასაკვირად. ვოლტი დაბრუნდა სახლში, სკაის არ სჭირა აშკარად ვოლტის რაღაცებს ეჭვობს და მართალი არის კიდეც. ფაქტობრივად იმავდროულად გრძნობს თავს ვულტუნცროსი. ასე რომ ხო. ნუ მესმის ვოლტის ოჯახის ძალიან კარგად. რავი, ჰენკი აგრძელებს საქმის გამოძიებას, ჯეს როგორც ჩანს უკვე მოიხსნა, ბრალდება თლიანად და ნახოთ რა მოხდება. ასევე მაინტერესებს ის ტუკოს ადგილს ვინ დაიკავებს ახლა. ანუ კრეიზი როას ადგილი ხო დაიკავა ტუკომ და ახლა ტუკოს ადგილს ვინ დაიკავებს ახლა ვინმე უარესი არ მოიყვანოთ გეხოწებით რა. სერიოზულად, კრეიზი როაც მაგარი გადარეული ტიპი იყო, მაგრამ ტუკო უარესი იყო ბევრად.
ხო რა. ეს იყო რაც იყო. და სერიის სათაური რა იყო? შევახსენეთ ერთი. Bit by a Dead Beat. რავი. ახლა ამ სათაურისას ვერ ვიგებ, მაგრამ კაი. დავიწყეთ, მე ალბათ რო გადავხედავ სერიას გავიგებ. იმიტომ რომ მაგითო ვამბობ, რომ ჯობია წინასწარ ვნახო ხოლმე სათაურები. კაი. დაგემშვიდობებით. სერია კარგი იყო, ისეთი განსაკუთრებული არაფერი. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, დადოთ კომენტარები, გამოიწერეთ არხი და გააქტივეთ სანსკრინლაკი. კარგად ვტანდებოდეთ. კარგად ვწონდებოდეთ.